დილამშვიდობისა. მოკლედ, ამ რაღაცა კომისიას რაც შეეხება რა, ეხლა კოჩემარო შექმნეს. წინა მთავრობის საქმიანობის შემსწავლელი კომისია. ხო, ეხლა სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შეხედო მაგას, ზოგადად ბოლო 12 წელია ცხოვრობ გარემოში, სადაც იმპონჩი ვართ რა, ტრაvoltას მემიროა, ხო იცი, კითაკეთ რო იყურება, რა ხდება ჩემი დედამიწაზე. მაგ სიტუაციაში ვცხოვრობთ რა. ანუ ცალსახად რაღაცას ვერ ამტკიცებ რა, მრავალი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტი, რასაც მე მინდა გითხრათ ახლა არის ღალატი რა, ჩვეულებრივი პროზაული ღალატი, რომელიც დაიწყო 12 წლის წინ და დღეს გრძელდება. ხო და რაღაცა ჯაჭვი იყურება რა. აი მაგალითად ნახეთ, ესენი მოვიდნენ, ერთ-ერთი ლოზუნგი იყო, რომ ესეთი მოვიდნენ, რომ ომი დაიწყო საქართველოს რა, ანუ ნაციონალურ მოძრაობას. მეგენი კი იძახიან, რომ ჩვენ საქართველოს კი არა ნაციონალურ მოძრაობას ვაბრალებთ, მაგრამ ნუ ჩვენ ხო ვიცით ეგ როგორც მუშაობს ეგ ამბავი. ხო, მოკლედ, ამ ლოზუნგით მოვიდნენ. იძახეს, რომ ომი საქართველოს დაიწყო, ომი თავიდან ვერ აიცილა, ისა ესა ბლა ბლა ბლა. ამ ვერსიამ ვერ ჰპოვა, ასე ვთქვათ, განვითარება გლობალურად რა. არ დამკვიდრდა ეს ვერსია. და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა სასამართლომ ასე შემდეგ, ყველა დაადგინა ცალსახად რუსეთის ბრალეულობა, რა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დაუნგრია ხალხის სახლები, დახოცა ხალხი, დაბომბა ქალაქები, ასე შემდეგ რუსეთია დამნაშავე. ამის შემდეგ რა მოხდა? ნახეთ, ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ უცბად ჩვენიერ დღეს აღმოაჩინა რაღაც დეტალი, რაღაცა ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც შეიძლება ადამიანმა ამტკიცოს, რომ ომი დაიწყო საქართველოს და თან ეს თვითონვე აღიარა. ხო, და ამ დეტალის ფრიალი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კაცი შვილს მაგ დეტალისთვის ყურადღება არ მიუქცევია მანამდე წლების განმავლობაში. რუსეთსაც კი არ გამოუყენებია არგუმენტად, როდესაც მაგ ომზე ლაპარაკობდა და საერთოდ რუსეთი ბოლოს მაგ ომზე აღარს ლაპარაკობს, იშვიათად გვახსენებს. არასდროს მაგ არგუმენტს არავინ არ იყენებდა, არც სეპარატისტები იყენებდნენ მაგ არგუმენტს ცხინვალში, არავინ. მაგრამ ირაკლი კობახიძემ იპოვა ეგ არგუმენტი და დაიწყო ფრიალი და დღემდე აფრიალებს პერიოდულად და თან ყველა ქოცი რიგითი თუ არარიგითი თუთიყუშივით იმეორებს მის სიტყვებს. საქართველოს თვითონ აღიარა, რომ დაიწყო ომი. ეხლა რა მოხდა? ამანაც ვერ ჰპოვა განვითარება, არ დამკვიდრდა ეს აზრი. რუსებმაც კი არ გაიმეორეს, თო. ერთი რუსი წამლად არ გამოჩნდა, ერთი რუსი ვინმე, თო, რავი, კარასინის მოადგილის ასისტენტის, რავი, ბიძაშვილის ვიღაც ნათესავი მაინც რომ გამოვიდეს და თქვას, რომ გაიმეოროს, ეგ არა. ანუ არც მაგარ პოვა განვითარება რა, საბოლოო ჯამში და ეხლა მივიდნენ კომისიამდე, ეხლა ვაფშე წავიდნენ ვაბანკი. ნუ კომისია შევქმნათ და დავადგინოთ. ნუ ყველაფერში დამნაშავეა საქართველო. დიახ, საქართველო. და არ დამიწყოთ ეხლა რომ არა საქართველოს არ ვადანაშაულებ ნაცმოძრაობას ვაგან. ნაცმოძრაობა იყო მაშინ საქართველოს მთავრობა. ხო, და ეგრე არის. ხო და მაგრამ ეგეც ნახეთ ეხლა როგორი სიტუაციაა რა. არ შეიძლება რომ მაგ კომისიის დასკვნა იყოს ლეგიტიმური. რანაირად შეიძლება ეხლა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნას კომისია ცალმხრივად და დაადანაშაულოს მეორე თავისი მეტოქე პოლიტიკური პარტია რაღაცაში. ნუ რავი, ეხლა ეგ სუფთა აი პოლიტიკას ცოდნაც არ არის საჭირო და არც იურისპრუდენციის. მან საჭიროა უბრალოდ რაღაც სპორტული თვალსაზრისითაც ეხლა რანაირად შეიძლება თბილისის დინამო ეთამაშებოდეს ქუთაისის ტორპედოს და მსაჯები თბილისის დინამოს წარმომადგენლები იყვნენ, ხო არალეგიტიმური იქნება ეგეთი თამაშის შედეგი. ეგ ბაზარია რა, შეიკრიბა ერთი პარტია და თავის მეტოქე პარტიაზე რაღაცა დასკვნა უნდა დადოს. რაც ყველა მიცის რა დასკვნაც იქნება. ხო და ვერ იქნება ეგ დასკვნა ლეგიტიმური ვერანაირად. ხო და აი ერთი ვერსია არის, რაც მე მოგიყვანეთ. მამ ყველაფრის რა. ხო, სხვა ვერსიებიც არსებობს ალბათ. მაგრამ აი ამ ვერსიაში რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი იქნება. ამის თქვა მინდოდა დღეს. მოხდი კიდევაც ახლა სასოფში რა, ასე რა ქვია.
თამარ მეფის ხიდზე. ჩელუსკინელების. სხვათა შორის თურმე ჩელუსკინელები და გმირთა მოედანიც ხო ერქვა, საბჭოთა კავშირის დროსაც გმირთა მოედანი ერქვა. ხო და იმ გმირებშიც ჩელუსკინელები იგულისხმებოდნენ თურმე, იცით? ხო და ამას რომ ჩელუსკინელების ხიდი დაარქვეს, იმას დაარქვეს, იმისთვის აპირებდნენ რომ დაერქმიათ ჩელუსკინელების მოედანი, მაგრამ მერე გადაწყვიტეს რომ გმირთა მოედანი დაერქმიათ და იმ გმირებშიც იგულისხმებოდნენ ჩელუსკინელები საბჭოთა კავშირის დროს. ხო და ეხლა სულ სხვა გმირები იგულისხმებიან, ბუნებრივია. ეგეთი ამბავია.